გვჯერა და ვიცით, რომ გაჯანსაღების პროცესი საზმაოსი უნდა დაიწყოს შიგნიდან. და ესაა ჩვენი გეგმა. და გვგონია, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამშრომელი იზიარებს ამას. და მართლა გვგონია, ძალიან ბევრი ჩვენი თანამშრომლის ხარდაჭერის იმედი გვაქვს ჩვენ ამ გზაზე. იმიტომ რომ ვინც იცის საზოგადოებრივი მაუწყებლის ან კოსტავა 68-ში ამ შენობის ისტორია ზოგადად, ხო? ამ ტელევიზიის ისტორია, ისიც უნდა იცოდეს, რომ ყველა გარდამტეხ პოლიტიკურ მომენტში, საზოგადოებრივ პოლიტიკურ მომენტში იქ მოდის ხალხი და უკვე ძალიან დიდი ხანია ეს ხდება და რეალურად ადანაშაულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმაში, რომ ის არ აღიარებს კრიზისს. ისაც რეალურად დაგვაკლდა ყველას, ვინც ამ მოთხოვნას უერთდებით, რომ დღის ეთერი უნდა არსებობდეს უფრო აქტიური, ხო? ისაც დაგვაკლდა არის დისკუსია, ანალიტიკა, რაღაც სიღრმეები, პარალელური ამბები, რომელიც უფრო ფართე და სწორსურად შექმნიდა რა შეიძლება ხდებოდეს ქვეყანაში, ხო? ძალიან კონკრეტულ მაგალითზე რო განვიხილოთ, ახლა ხო რაღაც რამდენიმე დღის წინაც ხდებოდა ეს ტყიბულის ამბები, ხო, გაშუქდა თუ არა საზმაოზე, კი ბატონო გაშუქდა, მაგრამ ეს იყო რაღაც 2-3 წუთიანი კადრსინქრონი, რომელსაც მე აღარ მოყვა არანაირი დისკუსია. ადამიანების კარზე ბრახუნი გახდა საჭირო, რომ 1 საათიანი ეთერი ყოფილიყო, რომ გვენახა ეს ნაცემი ნაწამები ადამიანები და ისიც ძალიან ფრაგმენტულად და ცოტა ვნახეთ, ხო? ანუ ეს პრობლემაა რეალურად, რომ გვაქვს სისტემა, რომელიც ძალადობს და ეს ძალიან ბევრი წელია გვაქვს უკვე, ხო? გვაქვს ის ამბავი, რომ ამ სისტემაში არის რაღაც ჯგუფი ოფიციალური თუ არაოფიციალური, რომლის იდენტიფიცირებას ვერც ჩვენ და როგორც აღმოჩნდა, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ახდენს, არსებობს ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და საზმაოს არც არ დაუსვამს ამაზე კითხვები. აი ეს ტიტუშკები რატო არსებობენ ქვეყანაში, ხო? ეს არის ამბები, ხო? რომლისგან შედგება მთელი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, რა ეს არის რაც გვაკლია ჩემი აზრით და ამიტომ მგონია რომ უნდა არსებობდეს ეს დღის ეთერი, რომელიც რაღაც მოამბიდან მოამბემდე სერიალებს და ფილმებს არ უნდა ეთმობოდეს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის ესეთი პრეტენზია, რომ ის არაა მიუკერძოვებელი. და დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან და აბრახუნებენ კედლებზე თუ კარზე, არის ესეთი მოთხოვნა, რომ ის გახდეს მიუკერძოვებელი და შეავსოს ის სივრცე ამ პოლარიზებულ მედიაში იმ ადამიანებისთვის, აუდიტორიისთვის, რომელსაც არ აკმაყოფილებს დღეს ინფორმაცია, რომელსაც იღებს, ვთქვათ, სხვადასხვა ტელევიზიებიდან. არ აკმაყოფილებს მას, ის ვერ პოულობს თავის თავს ამ საინფორმაციო ველში ზოგადად, ამ საინფორმაციო ნაკადში და ანუ ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ზუსტად ეს ფუნქცია უნდა შეგვესრულებინო. რამდენიმე ათეული მილიონი ლარი აქვს ყოველწლიური დაფინანსება სახელმწიფოსგან პირველ არხს, რომელიც არგუმენტად თანამშრომელს მეუბნება, რომ შენ ვერ დაგითმობ სატელევიზიო ეთერს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ახალ შენობაში გადავდივართ. ეს არაფრით არ არის ჩვენთვის არგუმენტი. სინამდვილეში ან საქმე გვაქვს ჯიბრთან, რომელიც უცნაური ამბავია, ხო? საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რო ხარ და რო ეჯიბრები საკუთარ თანამშრომლებს. უცნაურია, ხო? რაღაცნაირ ჯიბრის გამო რო არ აძლევს საშუალებას, რომ არ იყენებ მათ რესურსს. ან არის რაღაცა შიშებთან დაკავშირებული. არა და ეს შიშები არ უნდა იყოს. იმიტომ რომ მათ ზუსტად იციან ჩვენი შესაძლებლობები, მათ ასევე ზუსტად იციან ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გარანტირებულად ისე ვაწარმოოთ ეს დღის ეთერი, რომ არ მივცეთ არავის საშუალება, რომ ჩაერიოს ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობაში. მეცაც გეტყვით. მათ დარწმუნებით იციან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ეთერი შეესაბამებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს. ანუ იმ სტანდარტს და იმ პრიორიტეტებს, რომელიც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. მათ ეს ზუსტად იციან და ცოტა უცნაური ხო არ არის, რომ მათ ამის ეშინოდეთ. საზოგადოების მიერ მოპოვებულ 1 საათიან ეთერს, სადაც უმნიშვნელოვანეს და ძალიან ჩვეულებრივ ჭეშმარიტებებზე ალაპარაკი, რომ არ უნდა იდევნებოდნენ მოქალაქეები.
რომ ეს რაღაცა ეს მანიფესტაციის უფლება უნიშნელოვანესია, ხო, ადამიანის უფლებები არის უნიშნელოვანესი, ასე შემდეგ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბალანსის მოტივით დაუპირისპირა, შეიძლება ცუდი სიტყვაა, მაგრამ მოაყოლა კიდე 1 საათიანი ეთერი, ხო? არ ვიცი ან როგორ ეს ორი რაღაც სხვადასხვა მოცემულობა ერთმანეთთან ეს როგორ არის ბალანსი ეს მე არ მესმის, არ ვიცი. თუ კი პროცესი შიგნიდან არ დაიწყო და თუ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა რაღაცნაირად თანმიმდევრულად არ დაიწყეს ბრძოლა იმისთვის, ბრძოლა და შრომა ამასთან ერთად იმისთვის, რომ რაღაცნაირად საზმაო ნამდვილად იყოს საზმაო, არ მგონია რომ რამე გამოვიდეს რა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების, ასე ვთქვათ, უწყვეტი პროტესტი, რომლებიც გარეთ დგანან და ითხოვენ რაღაცას. უნიშნელოვანეს რამეს რა, ითხოვენ ეთერს, ითხოვენ იმას, რომ საზმაო მოპასუხოს საზოგადოებრივ დაკვეთას და ასე შემდეგ. ითხოვენ იმას, რომ შეიქმნას ეს კრიტიკული სადისკუსიო ველი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ ეს ადამიანები არიან იქ, მანამდე მნიშვნელობს საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებაში. და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მაშინ როდესაც ის ყველას ავიწყდება. ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ ჩვენს მენეჯმენტს რეალურად და გნებავთ ბორდის წევრებს და ბორდის თავმჯდომარეს რაღაცნაირად ეს მიეღო როგორც ნამდვილი გამოწვევა ეს ამბავი და მტრებად არ გამოეცხადებინა ეს ადამიანები. ხო ეს 1 საათიანი და მე 40 წუთიანი ეთერი არ უნდა იქნეს აღქმული როგორც რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, პასუხი კრიზისზე. და ამის გამო ნუ ელოდება, ნუ რავინ რომ შეაქებენ. ნურც მენეჯმენტი და ნურც ბორდი. ნუ ელოდებიან რომ ამის გამო შეაქებენ. იმიტომ რომ ესაა მინიმუმი. რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლო გაეკეთებინა და მეცაც გეტყვით, რაც მას ევალება რომ გააკეთოს. პირველი წერილი, რომელიც ყველასთვის საჯაროა, იქ ძალიან ცხადად ჩანს რა წერია. და ამ წერილში რეალურად არ წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ითხოვენ დირექტორის გადადგომას. უბრალოდ ეს არ წერია. და დღეს რატომღაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დერეფნებში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ადამიანების ნაწილმა გადაუსვა ყველა ადამიანურ ფაქტორს ხაზი და მოაწერეს ხელი განცხადებას თუ წერილს, სადაც ითხოვენ თინა ბერძენიშვილის დირექტორის და მენეჯმენტის ზოგადად გადადგომას. და ეს დეზინფორმაცია ვის მიერ არის გავრცელებული, არ ვიცი. არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დეზინფორმაცია ვრცელდება. და ჩემთვის უბრალოდ მართლა საინტერესოა, ვის ინტერესშია ამ დეზინფორმაციის გავრცელება. და ადამიანების ერთმანეთზე წაკიდება და ამ კრიზისულ ეტაპზე თანამშრომელთა დაგსაქსვა და მათი მომხრეებად და მოწინააღმდეგებად დაყოფა. ვის ინტერესშია ეს უბრალოდ? ვერ ვიჯერებ, რომ ეს შეიძლება იყოს საზმაოს მენეჯმენტის ინტერესში. ანუ სულ მაგ ცდელობა, რომ აი თანამშრომლებთან მქონდეს რამენაირი კომუნიკაცია რა ის იმათთან, ვინც არ არის ხელმომწერი. და რომელსაც მგონია, რომ ძალიან კარგად ესმით, რას უნდა აკეთებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სულ ცოტა წლების გამოცდილება აქვს ამ არხზე მუშაობის. და გაუშუქებიათ ძალიან პრობლემური ამბები, როცა თქვა სხვა მედიები ან არავინ არ დაინტერესებულა არასდროს, ხო? და რასაც დავაკვირდი, ეს ადამიანები აი ამ კრიზისულ სიტუაციას პირველ არხზე უკავშირებენ პერსონებს. მაგალითად აი დირექტორს და აი ამის გამო თავს იკავებენ, რომ რამენაირად პროტესტში ჩაერთონ. აი ამ თანამშრომლებს რაღაცნაირად მინდა რომ თხოვო იქნებ შეეცადონ და გაიგონ, რომ ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა როგორც ასეთი, არ მინდა რომ ძალიან პათეტიკური ვიყო, მაგრამ ანუ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პერსონა, რომელსაც რაღაც თანამდებობა უკავია, ან შენი ახლო მეგობარია. ეხლა ამ პროტესტის მერე შეიძლება გაგიშვან სამსახურიდან. ოკეი, კი ბატონო. ანუ ჩვენ ბევრჯერ გულაპარაკია ამ ჯგუფში ცხადია რა და ვერაფრით ვერ დაიყვანება ეს ამბავი იქამდე რომ გამიშვებენ თუ არა. ანუ ჩემ გარეშე თუ ჩემთან ერთად კიდე ერთხელ ძალიან არ მინდა რომ პათეტიკური ვიყო. ჩემ გარეშე თუ ჩემთან ერთად ვისურვებდი რომ კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, იმ ამბებს, რომელიც ნამდვილად ხდება საზოგადოებაში. თუ ჩემთან ერთად მოხდება, სიამოვნებით მივიღებ ამაში მონაწილეობას, მაგრამ თუ ეს არ მოხდება ჩემთან ერთად, კარგი მაყურებელი ვიქნები და კრიტიკოსიც თუ ამის აუცილებლობა დადგება როდესმე.
მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ისიც გავიაზროთ, რომ ადამიანები, რომლებიც წლები ემსახურებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და აკეთებდნენ საკუთარ საქმეს კეთილსინდისიერად და არც თუ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ რა მოდი გულწრფელად ვთქვათ რა, უმრავლესობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე აქვს აბსოლუტურად საბაზისო შემოსავალი. ამ ადამიანებს, ის რომ ამ ადამიანებს დღეს გარანტიები არ აქვთ და არ შეუძლიათ რომ გამოხატონ საკუთარი აზრი რეალურად და საკუთარი პოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებლის ფუნქციასთან დაკავშირებით და ღიად ილაპარაკონ იმაზე, რამდენად პასუხობს დღეს საზმაო საზოგადოებრივ დაკვეთას, რამდენად აღიარებს კრიზისს, რამდენად აშუქებს და რამდენად აქვს მართლა ეს სადისკუსიო სივრცე ზოგადად, ხო, რამდენად მიუკერძოებელია და ასე, ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. ის რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ეს რაღაცნაირად ის რომ მათთვის ფუფუნებად იქცა, რომ მათი ბუნებრივად მათი კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატონ რეალურად, იმიტომ რომ არანაირი გარანტიები არ აქვთ. ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე იმოქმედებენ ხელმძღვანელები, მენეჯმენტის სხვადასხვა წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, შეეცდებიან манипуляციას, ვთქვათ, ამ რაღაცა პირადი ურთიერთობებით და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის უდიდესი პრობლემა, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა უმრავლესობას უბრალოდ მართლა არანაირი გარანტია არ აქვს სოციალური და უბრალოდ შეიძლება ქუჩაში დარჩეს საბაზისო საარსებო რესურსის გარეშე იმ შემთხვევაში თუ იტყვის იმ შემთხვევაში თუ ღიად დააფიქსირებს თავის აზრს და არ მგონია რომ ამ ადამიანების მორალური დამუნათებაში იყოს ახლა გამოსავალი. მე ვფიქრობ რომ ჩვენ შევძლებთ რაღაცნაირად ძალების გაერთიანებას, ვიღაცაები ღიად, ვიღაცაები უბრალოდ თავისი საქმით მოვახერხებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჯანსაღებას შიგნიდან. მე ვფიქრობ რომ ეს მოხერხდება. ჩავუშვით ეს პლატფორმა, რომელიც არის საზმაოს მცველები, სადაც თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატონ საზმაოს თანამშრომლებს ეძლევათ საშუალება, რომ საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, რა მიაჩნიათ სწორად, რა მოსწონთ, რამდენად თვლიან საერთოდ რომ საზმაო პასუხობს დღეს საზოგადოებრივ დაკვეთას და რამდენად ასრულებს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას. და ეს ჩვენ ავირჩიეთ ფორმატ, ურთიერთობის ფორმატ, ეს საჯაროობა. ეს არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, რაღაცა გადაწყვეტილება, რომელზეც შევჯერდით. და ესა უკვე ძალიან ღირებული თანხმობა, ჩემი აზრით, რა რომ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერზე, რასაც სამომავლოდ დავგეგმავთ, გავაკეთებთ, რასაც ვფიქრობთ იმაზე, რას ჩვენს ინსტიტუციაზე, ამაზე ვილაპარაკებთ საჯაროდ.